Როგორი იყო თქვენი მოლოდინი 4-თან დაკავშირებით, თქვენი აზრით რა იყო მთავარი ხარვეზი ამ დღის, რა იყო მთავარი პოზიტიური სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თლიანობაში რამ რა გადაფარა? კი ბატონო, მადლობას გიხდით პირველ რიგში მოწვევისთვის. მე ვეცდები რომ რაც მაქვს სათქმელი თქვა და მე მგონია რომ ყველა იმ კითხვას უპასუხებ თანდათანობით რაც თქვენ დამისვით და სანამ საუბარს დავიწყებ რამდენიმე პატარა წინა სიტყვაობა მინდა რომ თქვა პირველ რიგში მიუხედავად იმისა ახლა რასაც ვისაუბრებ მინდა აღვნიშნო რომ იმ ადამიანების მიმართ ვინც ახლა არიან დაჭერილები ეს 5 ადამიანი ამ წუთას მათ მიმართ მაქვს მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა ძალიან ბევრი კითხვაც და მოლოდინი ამ კითხვებზე პასუხების ლევან ცანიკიძე საუბრობდა ახლა ჩემამდე და როგორც ვიცი ჯერჯერობით 5-ვე მათგანი ინარჩუნებს დუმილის უფლებას თუმცა მეც რა თქმა უნდა მინდა რომ მოვუწოდო რომ ის რაღაც მინიშნებები რაც გვითხრეს და ამ მინიშნებებსაც ვისაუბრებ ისე დუმილის უფლებას გამოძიებასთან მიმართებაში ინარჩუნებენ კი ბატონო ხო მე ველოდები მათ პროცესს როგორც ვიცი ხოლაცაძეა ჩანიშნული და ველოდები რომ უახლოეს დღეების განმავლობაში ცოტა უფრო ცხადი გახდება მათი მხრიდან რაღაცები მეორე რაც მინდა რომ თქვა ჩემთვის არის ძალიან ცხადი რომ ეს იყო დადგმული სპეცოპერაცია, ანუ რასაც ვილაპარაკებ აი ამ პერსპექტივიდან ვილაპარაკებ ეს იყო რაღაც ასე ვთქვათ სადყუარა და პროტესტმა გაიარა ჩემი აზრით ძალიან ესეთ დანის წვერზე ამაზე მინდა საუბარი. ზოგადად ბევრი საუბრობს იმაზე, როგორ მოხდა ამ ყველაფერზე წამოგება, იმაზე რომ მაგალითად როგორ მოხდა ხაბეიშვილის მიმართ რაღაც ნდობის გაზრდა ამ სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებით, რომ ესეც დადგმული იყო და შემდეგ ცოტა სხვა პერსპექტივიდან, ქვემოდან აქტივისტური ჯგუფები და პერსპექტივიდან მინდა ვისაუბრო, რამ გახადა შესაძლებელი, კი ბატონო, რამ გახა, მე მინდა იმაზე ვისაუბრო, რამ გახადა შესაძლებელი, აი ის დანის ის რისკები, რაზე დაშენდა მთელი ეს აი რაღაც გამოწვევა, რომ რაღაც მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციის აი ეს სპეცოპერაცია ასე დავარქმევდი მე ამ წუთას ამ ყველაფერს. აქტივისტურ ჯგუფებში იქამდე სანამ მოხდებოდა 4 ოქტომბრის და მშვიდობიანი დამხობის ასე ვთქვათ ამ ფორმულირების გამოცხადება იყო აი ეს დისკუსიები მათ შორის პირველ პირში საუბრობდნენ ადამიანები რომ მათ მობეზრდათ ეს რაღაც სეირნობა და ეს პროტესტი დაიწყო და გაგრძელდა და აუცილებლად დამთავრდება როგორც მშვიდობიანი პროტესტი ამბობდნენ იმას რომ სეირნობა ამ სიტყვით დამამცირებელი ქვეტექსტის რა თქმა უნდა მოიხსენებენ რუსთაველზე სეირნობის დრო არ არის არის რაღაცა სხვა რაღაცის დრო ეს რაღაც სხვა რა იყო ამაზე დისკუსიაც მე დიდად ვერ ვნახე ადამიანები იყვნენ რომლებიც თავი მოინიშნეს რომ იყვნენ უფრო რადიკალები და შესაბამისად ზოგი პირდაპირ ზოგი არაპირდაპირ მაგრამ გულისხმობდნენ აი ამ სიტყვას თქვენ ახლა გიროდემ და გინდათ რომ აქ ესე ირნოთ და აი რაღაცა ეს კონტექსტი ქონდა რომ ვიღაცები არიან უფრო მხდალები და ვიღაცები არიან უფრო ასე ვთქვათ თავგანწირულები და ეს არის ძალიან ისეთი ელენე თავისთავად ამ ტიპის დისკუსია შეიძლება ლეგიტიმური საფუძველი ქონოდა იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი დღითი დღე უფრო მეტად ძლიერდებოდა და ვიღაცა ფიქრობდა ამ შემთხვევაში რაც უფრო მეტი დრო გავა დემოკრატიული რესურსი პროტესტის შემცირდება ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მსჯელობა იყო ესეთი ხაზები სტონებიც ეს არის კი ბატონო აი ამას გულისხმობ ძალიან მოწამლული დისკუსია ასაგდებათ უფრო გამოყენებული კი ბატონო აბსოლუტურად ამას გულისხმობ და ეს სიტყვაც აი რაღაც მხდალი და რაღაცის თავი არ გაქვს ხო ანუ ვცდილობ რომ რაღაც ის ტერმინები გამოვიყე არა აკადემიურად გამომდის მაგრამ ნუ ეს იყო და სოციალურ ქსელში ეს დისკუსიები რაღაცა ცოტა უფრო ისეთ ფორმას იღებს ხო ძირითადად სოციალურ ქსელში წარიმართებოდა ხოლმე და ამან ძალიან ბევრ ადამიანს მათ შორის მეც ანუ არავის არ უნდა რა თქმა უნდა რომ ხდალას წარმოჩინდეს და გვიბიძგა იმისკენ რომ მაგალითად 4 ოქტომბრის ამ ანონსთან დაკავშირებით არ დაგვესვა რაღაც კითხვები აი მართლა ამ სიტყვის რაღაცნაირად ტყვეები აღმოჩნდით და მე ამ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ნამდვილად ვიღებ რომ და იქამდე უკვე რაღაც გაკრიტიკებული მყავდა მაგალითად ლევან ხაბეიშვილი როდესაც მან გააკეთა ეს განცხადება 200-დან დაკავშირებით იყო რაღაცა საოცარი რეაქცია პროტესტში აქტიურად ჩართული ადამიანების მხრიდან აქტივისტური ჯგუფების მხრიდან მე რაღაც ფორმალური ჯგუფებზე არ მაქვს საუბარი ან ზოგადად პროტესტში აქტიურ ადამიანებზე მაქვს საუბარი და ამან გამოიწვია ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ გავჩუმდით არ დავსვით ხმამაღლა კითხვები და იყო რაღაცა ისეთი მსჯელობა რომ აი რაღაცა გეგმა არსებობს არავინ არ იცოდა ეს გეგმა რა იყო და მოდი იქნებ ამას რაღაცნაირად ხელი არ შევუშალოთ და ყოველ ჯერზე როდესაც მაგალითად ჟურნალისტები მეკითხებოდნენ მე რას ვფიქრობდი 4 ოქტომბერზე უბრალოდ რაც შემეძლო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 4 ოქტომბერი იმ თვალსაზრისით რომ
მომხდარიყო არჩევნებით გწოდებული არჩევნების დისკრედიტაცია, რაც პრინციპში მოხდა კიდევაც და ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ, ხო? ანუ აი ამ დისკუსიამ რომ ვიღაცები არიან უფრო, არ ვიცი, უფრო მეტად თავზე ხელაღებული, ვიღაცებს უფრო მეტად ეჩქარება, თურმე უფრო მეტად ეჩქარება, ეს სიტყვა ძალიან ხშირად გვესმოდა, ხო? რადიკალური მოახდინა ის რომ მართლა სიმხდალე გამოვიჩინეთ ვიღაც ადამიანებმა და არ ჩავყევით ბოლომდე აი ამ ეგრეთ წოდებულ გეგმას რა ხდებოდა და რასაც შეეძლო ცოტა უფრო მეტად ნათელი მოეფინა, ცოტა უფრო სწორი მოლოდინებით მოსულიყვნენ ადამიანები. იმათაც ვერ მივიღეთ პასუხები. კი ბატონო, მაგრამ მე ცოტა უფრო ფართო მასშტაბური ეს იმდენად სპეციფიური რეჟიმია, რომელთა დაპირისპირებაში ჩვენ გჭირდება სპეციალური მიდგომები და ნუ რა თქმა უნდა ესეთი რეჟიმი რო არის, იმას გაცილებით მეტი ტექნოლოგიური მათ შორის შესაძლებლობები აქვს ინფორმაციის მოპოვების და მე ამის არ მჯეროდა სიმართლე რო გითხრათ, ზუსტად ამის გამო ერთი დიდი სტრატეგიული ჩარჩო გახსნილი და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა. მაგრამ დაუშვათ მივედით ამ წერტილამდე, ეს საინტერესო იყო რაც მოყევით. შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები. რატომ გონიათ რომ ეს რაღაცა სპეცოპერაციის, ანუ თუ ამ ადამიანების ადგილობა მაინც შენარჩუნებული გქონდა და გვაქვს, მე პირადად მაქვს, აი რა ეტაპზე ფიქრობთ რომ ეს არის საერთოდ სხვადასხვა რა. მე ამ ადამიანების მიმართ როგორც ტეღან თქვენ საუბრობთ, ნდობა მაქვს შენარჩუნებული იმ ხრივ რომ მე მართლა მჯერა რომ ისინი გააწბილეს, მე უბრალოდ ამ ეტაპზე და პრინციპში უფრო ადრეც მათი განსჯის უნარს არ ვენდობოდი და ეხლა ეს ძალიან ცხადი გახდა, ხო? ანუ ისინი ამბობენ, საუბრობენ რაღაც ღალატზე, გვეუბნებიან რომ ვიღაცებს არ უნდა ვენდოთ და ნუ აქ ძალიან ცხადია, ფაქტობრივად პირდაპირ გვითხრეს და ეს ეჭვები რაღაცნაირად იქამდეც არსებობდა, რომ მაგრამ უბრალოდ ამ ხელა პასუხისმგებლობას ოდესაც იღებენ ადამიანები, ცოტა რთულია იქ ასე ვთქვათ ეჭვის ქვეშ დააყენო, რომ ან გეგმა, ეგრეთ წოდებული გეგმა B არ არსებობს, ან არ აქვს რაღაც გადაზღვეული რაღაც რისკები, ხო? და ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი, კითხვების დასმა იყო საკმაოდ ასეთი მოწამლულ ვითარებაში გვიწევდა რა და ამაზე პასუხისმგებლობაც მინდა ავიღო, იმიტომ რომ ეს გამოთქმა რომ არის რომ კარგი მთქმელს კარგი გამგონა უნდა, ანუ კარგი მთქმელი არის აქ ამოს და არა კარგის მთქმელი, ანუ ეს მშვიდობიან პროტესტებს და ამ რადიკალიზაციაზეც უნდა გვესაუბროთ ჩემი აზრით ის არგუმენტირებულად, ისე რომ არ გამოიწვია ამას უფრო მეტი პოლარიზება და სოციალურ ქსელში ეს სივრცე სამწუხაროდ მოკლედ თავიდანვე არის მოწამლული. და როდის გახდა ეს ჩემთვის ძალიან ცხადი იყო, როდესაც აქციაზე ვიყავი, პირველი რაც შემხვდა იყო აი საზმაუს ლაივი იმის შესახებ თუ რა ხდებოდა პრეზიდენტის სასახლესთან. მე მაგ დროს ვიყავი ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე და აი ჰედლაინიც ეს ეგრეთ წოდებული, ანუ რა ნიუსით ოპერის ტერიტორიასთან რატო ვიყავით მაგალითად, მაინტერესებს. მე მივდიოდი მაგ დროს თავისუფლების, ანუ მე მივდიოდი თავისუფლების მოედანთან. კი ბატონო, უახლოვდები თავისუფლების მოედანს, ეს იყო დაახლოებით 8 წუთები და რომ დავინახე რა ხდებოდა სასახლესთან, ფაქტობრივად დროში დაემთხვა ის, რომ დავინახე როგორ ტოვებდა ძალიან ბევრი ადამიანი შეკრების ადგილს, მოდიოდა უკან საკმაოდ სწრაფი ნაბიჯით მოდიოდნენ და თვითონ საზმაუც, რომელიც არის პროპაგანდისტული არხი დღეს, ხო, ანუ როგორ აშუქებდა ამას, ძალიან ბევრი დასკვნის გაკეთება შემიძლია აქედან. რა ისინი ამბობენ რომ ზუსტი ციტირება არ მახსოვს, მაგრამ აი შეჭრას ცდილობენ და ძალიან კარგად აჩვენებდნენ იმას, როგორ რაღაც ჯანჯღარი მიდიოდა რაღაც ღობის, ანუ ძალიან გასაგები იყო ჩემთვის, რომ მათი მიზანი იყო ზუსტად აი ამის წარმოჩენა, როგორ იქ მოხდა რაღაცა ერთი ღობის გადაყირავება, რომელიც როგორც ამბობენ, ისედაც იყო მორყეული თუ რაღაც ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ აი სათხო არა იყო, კი ბატონო, მაგრამ მარტივად გადაინგრა ძალიან. კი ბატონო, კი ბატონო, ძალიან ცხადი იყო ჩემთვის, რომ რა თქმა უნდა, კი ბატონო, რომ და ჩემთვის ძალიან ცხადი იყო, რომ ზუსტად ამის წარმოჩენა უნდათ, როგორი ძალადობრივი გახდა პროტესტი, რა ქვეტექსტის სულ დაკრავდა, ხო, რეჟიმის ნარატივს, რომ ჩვენ ვართ მოძალადეები, არა და ყოველთვის ძალადობა უკავშირდებოდა რეჟიმს, რომელსაც ირონიულად ცდილობს, რომ შვიდობა მათთან ასოცირდებოდეს, ხო? და ყველა აქციაზე ყოველთვის ძალადობას, რა თქმა უნდა, იწყებდა სპეცრაზმი და პოლიცია, მე ჩემი თვალით მაქვს ეს ნანახი და სისტემიდან წასული ადამიანები, შაიშმელას გულისხმობ მაგალითად, პირველ პირში ყვებიან ამას, როგორ იციან ზუსტად, როგორ ხდება ადამიანების ჩანერგვა, რომლებიც ეგრეთ წოდებულ წინახაზე იწყებენ
პროვოკაციებს იმისთვის, რომ მე ეგრეთ წოდებული საბაბი ლეგიტიმაცია მიეცეს ძალოვან უწყებებს, რომ დაიწყონ ეს დარბავები. ხო და ამის თქმაც დამავიწყდა, რაც არ უნდა მომხდარიყო იქ, ვერაფერი ვერ გადაწონის იმ ძალადობას, რაც რამდენიმე თვის წინ ჩვენ აქციებზე ვიხილეთ. ხო 300-მდე ადამიანი არის დასახიჩრებული, ადამიანები იყვნენ კომაში, უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში და ვერანაირი როგორ დაახასიათა ყაველაშვილმა რაღაცა თვალწარმტაცი თუ ასე შემდეგ რაღაცა ღობის ჩამონგრევა თუ გადაქცევა, ამას რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ გადაწონის. ანუ ესეც ვერ მოახერხეს ჩემი აზრით, აი ამაზე წამოგება, რომ აი არ არის ძალადობრივი ღობის გატეხვა თუ რაც მოხდა იქ, რომ არანაირად არ არის იმის საპირწონე, რასაც აკეთებს რეჟიმი ამდენი წლის განმავლობაში უკვე, ხო? და ისიც ძალიან ნიშანდობლივია ჩვენთვის რას აშუქებდნენ 4 ოქტომბრამდე და როგორ აშუქებდნენ და ვის აშუქებდნენ, როგორ ფიგურებს პროპაგანდისტული არხები, ხო? მაგალითად არ მინდა ახლა სახელის და გვარის თქმა, მაგრამ კონკრეტული იმიგრანტი ქალი, რომელიც გამოდიოდა რაღაცა განსაკუთრებულად ოდიოზური მოწოდებებით, როგორ აწყობდა რევოლუციას სადღაც გერმანიიდან, რომ რაღაც თურმე იქ რომ გავიდოდით, მე დიდი ხანი შეიძლება ახლობლები ვერ გვენახა და რაღაც იქ საჭმელი რა გვეჭამა და რაღაც გვამზადებდა თითქოს რაღაცა ხელჩართული ბრძოლის, აი ამას აშუქებდნენ ყოველ დღე და ქმნიდნენ იმის განცდას, რომ აი მართლა მოდიან რაღაც არის შეიარაღებულები და იქ რაღაცა ხელჩართული ბრძოლა იქნება. ეს აწყობდა აბსოლუტურად რეჟიმს იმისთვის, რომ წარმოეჩინა, მოეხდინა მშვიდობიანი პროტესტი, ზოგადად აი ამ პროცესის დისკრედიტაცია და ის მათი განცხადებაც, რომ 5-ში და 6-ში რაც ხდება ნებისმიერი საპროტესტო მოქმედება იქნება დაკავშირებული, ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც 4 ოქტომბრის გაგრძელება, ზუსტად ეგ მესიჯია, ამას გვეუბნებიან ჩვენ, რომ მთელი ამ პროტესტის გასვრა უნდათ აი ამ რაღაც ტალახში, რომელიც არის აბსოლუტურად თავიანთივე შემზადებული.